გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს არის 18 ფებრუარი. შეეხება სოფლიო სპორტის შესახებ ახალ ამბებს მოგახსენებთ ჩემი YouTube არხიდან, ჩემი მეგობრებო და ჩემო მაყურებლებო. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ აღნიშნოთ საქართველოს ნაკრებმა მორაგბეთა ნაკრებს ეხება. ჩაატარა მესამე დასწრეთი ტური ჯგუფურ ეტაპზე და ესპანეთს მოუგეს 62-22. ასე პრინციპით იყო ეს მატჩი მნიშვნელოვანი, რომ იმ გაგებით იყო მნიშვნელოვანი, რომ რა მნიშვნელობა ქონდა იცი ჩემო მეგობრებო, რომ სოფლიო ჩემპიონატზე მოვხდეთ ავტომატურად და ეს უკვე დიდი შანსი იყო რა თქმა უნდა და პირველი ადგილიდან გავედით ჯგუფიდან რაც შეეხება ავტომატურად მოხდა საქართველოს ნაკრები სოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წელს უნდა გაიმართოს ზაფხულში. და კიდე რა შეეხება, ეხლა მე მინდა ძალიან მოკლედ და ძალიან გასაგებად აღიხსნათ რა ხდება ფეხბურთში, ასე დავიწყოთ ლიგა 1-ში. ლიგა 1-ში, როგორც ვიცით, ისევე გიორგი მიქავტაძე მესამე ტურზე გაიტანა გოლი და უკვე 6 ბურთი აქვს საერთო ჯამში გატანილი და მე მინდა რომ წარმატება უსურვო და ამაზე არ გაჩერდება ჩემო არხის მაყურებლებო, ალბათ დამეთანხმებით თქვენ. კიდე რა შეეხება, გუშინ ავიკითხე და რამდენად თანახმად მოვიპოვე ინფორმაცია, წყარო მოვიპოვე ინფორმაციის, რომელიც შესაძლოა ლივერპულში უკვე ალისონ და მშვიდობებიან ზაფხულში და მის მაგივრად გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის მეკარე გახდება ზაფხულში. და ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა, მოდით ესე დავუნიშნოთ, რომ ერთი რა თქმა უნდა, მაგრამ გასავალი დონიდან მოვიდეს კონცია ყოველნაირ შემთხვევაში და გიორგი მამარდაშვილი ამას ვცდილობს თავის გუნდთან ერთად რა შეეხება და კიდე მე მინდა გავამახვილო ყურადღება დანარჩენ მატჩებზეც. აგერისა პარი სენ-ჟერმენმა რა თქმა უნდა 1-0 მოიგო, მაგრამ ამაოდ ეხლა ხვიჩა ყველაფერია რაღაც მომენტები ქონდა, არ გოლი არ გაუტანია, 100 გოლი პასიც არ გამოუჩენია თავი. მის ანგარიზე არის 1 ასისტი, საგოლე პასი და 1 გოლი. ჩემო არხის მაყურებლებო და მე მინდა ეხლა დანარჩენ მოგახსენოთ ლა ლიგაზეც გადავიდეთ და მოგახსენეთ რა ხდება ლა ლიგაში. მადრიდის რეალმაც დაკარგა ქულები 1-1 ითამაშა ოსასუნასთან, ვის შედეგად 51 ქული პირველ ადგილზე იყო. მაგრამ გუშინ ბარსელონამ მოგების შემთხვევაში მოიგო ბარსელონამ 1-0 და უდიდესი შანსით გამოყენება შეძლო 51 ქული პირველ ადგილზეა და გოლების რაოდენობით გოლების შეფარდებით უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი ბარსელონამ, ვიდრე მადრიდის რეალს და პირველ ადგილზეა ბარსელონა. რა შეეხება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა ძალიან მაგრად დაიძაბა ლა ლიგაში მდგომარეობა და ამ შეუძლია ხან პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე კონკურენტუნარიანი გუნდები, ანუ კონკურენტული გუნდი გამოუჩნდა ბარსელონა რეალის სახით, რეალს მადრიდის ატლეტიკოს სახით და ლა ლიგაში ძალიან საინტერესო მისწავდება მოვლენები. რა შეეხება კიდე მე მინდა ვთქვა, პრემიერ ლიგაში ლივერპულმა 2-1 მოიგო, რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა პირველი ადგილისთვის, რომელსაც 59 ქულა და საჩემპიონო ბრძოლისკენ, ანუ ძალიან ახლოსაა რომ ჩემპიონი გახდეს პრემიერ ლიგის, მაგრამ აქამდე ადრე არის ჩემო არხის მაყურებლებო. კიდე რა შეეხება მანჩესტერ სიტიმ, რომელმაც 4-0 მოუგო ნიუკასლს, 54 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება მანჩესტერ
ცის უნიკალური შანსი აქვს თუ მოგებებით განაგრძოთ თავისი მატჩები და თუ სამი ქულები აგროვა უნიკალური შანსი აქვს მესამე მეორე ადგილებზეც ავიდნენ Manchester City, მაგრამ ამას რამდენად გამოიყენებს თუ ავწევთ ძალიან თუ მდგომარეობაშია მაინც Manchester City და Manchester United-ის რა თქმა უნდა Manchester United-ი კიდე ძალიან მძიმე რეალობაშია, რომელიც გასავალ ზონაში შესვლისთვისაა უკვე განწილული, იმიტომ რომ თამაშები წააგო და თითქოს ძალიან ახლოსაა გასავალ ზონასთან Manchester United-ი, მაგრამ მე ვიცი რომ Manchester United-ი გასავალ ზონას არ მიუახლოვდება და პრემიერ ლიგიდან არ დაქვეითდება სადღაც მეორე ლიგაში პრემიერ ლიგის და ასე შემდეგ. კიდე რა შეეხება მე მინდა ეხლა დღეს მოგახსენოთ რამდენად მოგიხსენებათ 21 თებერვალს 20 საათზე და 50 წუთზე ეხლა მე მინდა ჩემი მაყურებლებო YouTube ჩემი არხის მაყურებლებო ეხლა მე მინდა კაფეო გითხრათ რომელიც 21 თებერვალს ჩატარდება საქართველოს დანიას ეთამაშება 20 საათზე და 50 წუთზე დაიწყება რომელიც შემოგთავაზეს ტელეკომპანია პირველი არხი საზოგადოებრივი არხი და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანია იმ დაკვირვების ძალიან მნიშვნელოვანი შანსი გვაქვს თუ დავაკვირდებით, იმიტომ რომ ევრობასკეტზე კვალიფიცირდა ჩვენი ნაკრები, საქართველოს ნაკრები და არა შესანიშნავი შანსი გვაქვს იმ მოგების შემთხვევაში შეიძლება პირველი ადგილიდანაც გავიდეს ჯგუფიდან. ასევე ჩვენ ბიჭებს მე მინდა პირადად წარმატება უსურვო და ჩემო არხის მაყურებლებო არ მეპარება ეჭვი 21-ში იქნება თბილისის დროით 9 საათზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და რა შეეხება მე მინდა ეხლა 20 თებერვალს მინდა ამბოსი შემოგთავაზოს და მე დავდებ ანუ ჩვენი შემადგენლობა, ჩვენი ნაკრები რა შემადგენლობით წარდგება და ამ შემთხვევაში მათმა უნიკალური შანსი გვაქვს. შენგელიას იქნება ბექას შემოგვიერთდა და როგორც კიდე ვარკვევ ინფორმაციას რატი და ისინი იქნებიან ჩვენი ბიჭები ძირითადი სანაზე და დანარჩენები რა თქმა უნდა. და პლუს კიდე რა შეეხება ზანგილ რეგიონელი რო ყავს ჩვენ აი თამაში ხრის თავისი სტილი თამაში გამორჩეული ზანგი რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გასწია და ფინეთთან ძალიან დიდი მნიშვნელობის ქულები მოიპოვა სამიანებიდან პერიმეტრებიდან და ქართველებს მე ასე ვიტყვი გაუმჯობესებული გვაქვს სამიანების პროცენტები ჩვენ ქართველებს რა თქმა უნდა და ეს არა საკმარისი ჩემო არხის მაყურებლებო კიდე გვინდა ამაზე მუშაობა პერიმეტრი ნაცვლა და კალაზე ბურთის აღება ბურთი უნდა ავიღოთ მეორე შანსი არანაირად არ უნდა მივცეთ რაც უნიკალურ შემთხვევაში მაგ შემთხვევაში ეხა დანიასთან რომ მოვიღოთ გადადგმულია ნაბიჯი პირდაპირ იმისა რომ ჩვენი ნაკრები კვალიფიცირდეს ევრობასკეტის 2025 თვის რომელიც ზაფხულში გაიმართება და უნიკალური შანსი აქვს ამისთვის და მე რა თქმა უნდა დაკვირვებული ვარ რომ ყველაფერი შეესწემია ჩვენი ბიჭები რომ გამოიყენონ ეს შანსი და ეხლა კი მე მინდა გითხრათ გამოიწერეთ ჩემი არხი რათა ბევრ საინტერესო ამბებს გაგაგებიათ და ბევრ სიახლეებს გაგაგებიათ სპორტის შესახებ. რა შეეხება ეხლა ხმის 20 თებერვალს დავდებ და მოგახსენებ დანარჩენ რა როგორ იქნება და ჩემი YouTube აღზე დავპოსტავა უცილებლად 20 თებერვალს ჩვენი შემადგენლობის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა რა შემადგენლობით წარდგება ჩვენი ნაკრები. ამისთვის მინდა მოგახსენოთ მადლობა ჩემ მოსვენისთვის და გისურვებ ყველა წარმატებები. რა თქმა უნდა და კიდე ბოლოს ვიტყვი რომ 2024 წელი
არა ნაკლები იყო სპორტული ხმის, მაგრამ 2025 წელი არა თვად უკეთესი იქნება და არ იქნება დანაკლისი, ძალიან მაგარი წელი გვექნება სპორტული ხმის და ყველა სფეროში, რაც შეეხება და ამისთვის მე მინდა გადაგიხადოს მადლობა, რადგან ნიამდვილ თვალყურს და მე მინდა სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ ნამდვილად, რადგან ნიამდვილ თვალყურს ეს როგორც მოგახსენეთ ესეა და 20 თებერვალს შემოგთავაზოთ ანონს დაახლოებით ესე დროს, რომელიც შემადგენლობასაც და სულაც იმავს და დავპოსტავ იმ შემადგენლობას და შეიძლება ჩემი YouTube არხიდან გადახედოთ რა შემადგენლობით ხდება ჩვენი ნაკრები დანიას. ამიტომ გამოიწერე არხი, რათა ბევრ საინტერესო ამბებს გაიგებთ, არ გამოგრჩეთ და არ გაიგეთ, მაქსიმალურად გააზიარეთ, რათა ბევრმა გაიგოს სწორად დეტალურად ინფორმაცია და ინფორმირებული იყოს ჩვენი სპორტის შესახებ, რა ხდება და მსოფლიო სპორტის შესახებ. მადლობა. ჩვენი